ჯგაბ. შებერტყილი ბავშვი იყავი? ბიჭო, ჟუტკი ხარ? ოცნებას კაცი არ მოუკლებს. რა საშინელი ფრაზაა რა. როგორი უიმედობაა ყველაფერში. რამდენი ზიზღითო. არა და კარგ რაღაცებზე ფიქრი მიყვარს. ხო? იდეინი კაცი ვარ. სულ რაღაც ახლის შექმნა მინდა, მაგრამ ვინ გაცდის? მე ვიოცნებო. თავარი ეგა. იცით რას მოხდი? ამ საქმიდან მართლა არაფერი გამოვა. ხო და წავალ. ხო, ვერ წავალ თუ რა? მაგრამ შენც ეს არ გინდა. მეოცნები ხარ? გამარჯობა ალეკო, როგორ ხარ? არა მიშავს, საواد. მეც არა მიშავს, მადლობა რომ მოხვედი. ძალიან დიდი ხანია გვინდოდა რომ მოსულიყავ და მოხვედი, გვიხარია ძალიან. ქალაქის თეატრში ვართ, ძალიან მაგარ ბიჭებთან, ძალიან მაგარ სივრცეში, დაგვითმეს ეს სივრცე და მადლობა ქალაქის თეატრს და იარეთ რაც შეიძლება ბევრი ამ თეატრში, ზოგადად თეატრში. მე პირველად ვარ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ გარემოში. ხო, ასევე გამოგვიწერეთ, მოიწონეს ჩვენი ვიდეო და რა ვიცი, კომენტარებიც კარგია. დავიწყოთ? კი, მეოცნები ხარ? კი. ისე დაკვირვებული ვარ, მსახიობები ძალიან მეოცნები ტიპები არიან. ხო, პროფესიაც ხელს უიწყობს. ხშირად მიედმოედები? ძალიან. სულ გიყვარს მიდებმოდება. მაგრად. საინტერესო თემაა, მიდებმოდება. ხო, კი, საინტერესო. მიდებმოდება, კიდე შეგვიძლია განვავსოთ. მიდებმოდება უფრო გიყვარს თუ მიდებმოდება? აი მეორე ხო. მიდებმოდება უფრო ესეთი. ნემსი ყლაპია, ნემსებს ჭამს? ხო, აბა. იმითოა ხო ეგეთი. ხო, ყლაპავს და მე ვერინელებს და რჩება. ოღონდ ბავშვობაში მართლა ეგრე მეგონა. ეს და თან დაუძდევდი, მაგრამ მე ვასებიან ეგ ნემსი ყლაპი, დინარის თავზე რო დაცო. მფრინავი ნემსი. შებერტყილი ბავშვი იყავი? აუ ვერა. ვერა. სკოლაში არაწვალებდი ხოლმე, ან არ ეხა ბულინგია მოდაში. მაშინ აჩმორებდი. არა, საერთოდ პირიქით აქეთ ქონდათ მცდელობები ჩემ პონჩი, ეგ დაჩმორების და რაღაც, მაგრამ ნუ ახლა მე ცოტა ისეთ დროში გავიზარდე კომუნისტების პერიოდში, ძალიან ისე იყო რა, კარგად იყო ეგ მსუყეთე გამბავი რა, ბიჭო რამე და თავი უნდა დაგეცვა ცოტა. ეს თავის დაცვა როგორ ხდება? ცოტა ჯუნგლების კანონის პონტი იყო. თავი უნდა შენი თავი უნდა გაგეტანა რა, შენც ჩემი ბიჭო რამე ესეთი უნდა ყოფილიყავი რა. მაგრამ ბიჭო რო ეთქოდი მე ვა, ეს კაი ტიპი ყოფილა თუ რაღაც, ეგეთი ის იყო ფსიქოლოგია. 90-იანებში წეგრე ყოფილში მაგ პერიოდში. არა, 90-იანებში უკვე ეს ყველაფერი თან იმით იყო რა და ჩემ დროს ცოტა მუშტებით იყო რა. დიდი დანა. ხო. დანაც ტეხავდა ხო? ძალიან ტეხავდა, ძალიან ტეხავდა. შეგიძლია ვიცი რომ კი, ტეხავდა, მაგრამ ჩემამდე უფრო იყო. აი, უფრო მამა ჩემების თაობაში უფრო იყო ეგ დანა რო ტეხავდა. ჩემ დროს დანა უკვე ესეთი გახდა. ლისიჩკა ედო ყველა და რა. ულვაში ნამუსია? ნამუსია რა ესე. წერია. თმა. და ჭაღარა თუა სიბრძნე. რა სიბრძნე. აბა მე ყოფილვარ გაში ისე პრასვეტლიონი ტიპი თუ ეგრეა. ყველი კაცო. მე კიდე მიხარ და ჭაღარა. თმაზე ხო იცი ამონათქვამი რომ ძალიან პახაბნია. ჭკუა რო კონდეს ხო, იქ არა მოვიდოდა. აი არის. სათამაშო მithumetes. ჭაღარა ხო. სათამაშომ შეცვალა სამყარო. სათამაშო ჩემში კი მაგრად. იმიტომ რომ დღემდე სათამაშოებით გვაიფობ. გიყვარს ხო? აუ ძალიან. მაგრად.
თუ დავინახე რაღაცა ეს ჯარისკაცები და ეგეთი ტიპები ვარიან, შეიძლება მოვიპარო. აი, ცოდვა გამხელილი ჯობს. კულტიანი მანქანები. მანქანებზე ვერასოდეს ვერ ვკაიფობდი, სიმართლე გითხრა და დღესაც იმდენად ვერ ვკაიფობ მანქანაზე, რომ ტარება არ ვიცი. არ ინტერესი არ გამჩენია არასოდეს და აი ეს ტიპები უფრო მევასწრე. ჯგარ. ო რა. მე მაქვს ახში მყვანან და თუ გავაძრევ ყიდულობ, რომ ვაწყობ პროჟექტს. მე მქონდა ხოლმე ჩემ ბავშვობაში იყო კინდერში. ხო, კინდერის არა, მე უფრო აი მეკობრეები და რომაელები და მეომარი როჟები რა უფრო. ჭკუას გეკითხებიან? კი, სამწუხაროდ მეკითხებიან და ძალიან ვიბნები მაგ დროს, იმიტომ რომ ისეთ რამეს მეკითხებიან, რაც არა მაქვს. ხო. ora. გიტლინკავია? სუარტლინკავო. თელი ცხოვრება. ტლინკაობაც ისე გიყვარს, როგორც მიდევგოდება? ვაფშე არ მეყვარს ტლინკაობა. აი ტლინკაობას ვერ ვიტან, სიმართლე გითხრა, მაგრამ იწევს. ხშირად. მიზეს ეძებ დოს თუ მარილს? მარილს. ისე მიზეზის ძებრა მაგარი ცუდი რა. გაუზა, მიზეზე, ხო, პრიჩინაზე. მაგარი. მიზესრე. და ის არის კიდე მაგარი გამოდათქვამი რა, რატო გამახსენდა ახლა. არასправედливი ხელი. ხო. არასправედливი. ეგ ყველაზე ცნობილი გამონათქვამი. და ყველაზე ხშირად ისმოდა. 90-იანი. ყველაზე ხშირად ისმოდა. ადრეც მანამდე იქიდან მოდის. იქიდან მოდის, ხო. შენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა? ჩემს ყბაში კი არის რაღაც სიმართლე მაგაში, მაგრამ უფრო ჩემი ძმაკაცია ერთი, ზედმეტსახელად ყბას ვეძახით. ალბათ იმის ყბაში ჩავარდა უფრო უხერხულია. ის ყბა ქვია რა, წლებია უკვე. ნუ რატო ეხა ხო ხვდები დაახლოებით. და ტილი თუ დაგისვამს ფეხზე? კი. და თავზეც ამცოცებია. იციან ეგ. კი, ეგრევე იქეთ გაზო. ან გზას არ გაივლის. ეგრევე იცი საით უნდა დაგაზოს. მოგაჭდეს და იქ. მაგრამ მაინც ტილია რა, სიმძიმე არა აქვს. просто იყბინება რა. გასობს. გაწუხებს. ხო, რა სისხლს გწოვს რა. 90-იანებს, კი არა, 90-იანების შენთვის რომელი აკორდია? აკორდების სახელები რომ მაინც არ ვიცი. მეც არ ვიცი. მე ესე ვიცი. აემი ვიცი და დე. ხო, აემი და 90-იანები არის აი რა აკორდებია, იცი? ბლატნო ის აკორდია, სამი აკორდია. ლა მინორი, რე მინორი, მი მაჟორი, ლა მინორი. ეგ არის 90-იანი წლები ჩემთვის. შუპუტინსკი რა. ხო, მეც მაგას ვიხსენებდი, შუპუტინსკი. რითი დაიღალე? სიმართლე გითხრათ უიღადაო. როგორც გინდა. როგორ უფრო სიმართლე გინდა რომ გითხრა. რა ვიცი, დავიღალე. რაღაცაი. ცით დავიღალე. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. აი ამითი დავიღალე რომ უყურებ ამ ცხოვრებას უკვე 60 წლის ვხდები და სულ ეგ პონტია რა. ერთი წინ, ორი უკან. ერთი წინ, ორი უკან. ამისაც ცეკვა დავდგა რა ამ სამ ნაბიჯზე. ხო, თან არ ვიცით უკან როგორ აღარ გადავდგათ ნაბიჯს. წინ როგორ წავიდეთ ვერ ვისწავლ. წინ როგორ წავიდეთ ხო ვაფშე გაგებაში არა ვარ და უკან როგორ ისიც არ ვიცით ის უკან ვიხლართები. უკან ხო. ფეხები გვეხლართება თუ რაღაცა. ავი. ჟუტკი ხარ? აუ არა მგონია, არა მგონია. რა ვიცი. მარტო რო რჩები ალბათ ვარ. შენთვის მარტო. ჩემპონჩი. ნიანგის წრემლების თუ გჯერა? კი, ნიანგის წრემლები მაგარი ახვარი რამეა. მეც ჯერა ხოლმე. რო თან რო ეცოდები და თან რო გჭამს რა. ნიანგის წრემლები? არა, ნუ ახლა ეგეთი ტიპები არ გინახავთ, არიან. კი, როგორ ნიანგის წრემლები ის არის. თან ოხ ჩემი და კაი ტიპი იყო თო. რაღაცა მაფიოზების ფილმებში რო იჩნდებიან, ხო ისა? იმ ტილს აქვს რა ნიანგის წრემლები.
იმტილსა კი გაყრის და მე დაკავშირდე სუსტი გულის პატრონი ხარ? კი მაგრამ ფიზიკურად ქაჩავს და ისე ცოტა სენტიმენტალური გული მაქვს. მე გულჩუყები დამეწვა, რაღაც სულ. აი გულჩუყამასტი გავიჩით, მტირი ვარ რაღაც. ბოლოს იმალები. ხო. მულტფილმზე ვიპირებთ. კი. მე გასაკის თემას. თეატრში ასწორებს, ხო ჩაბნელებულია და ვერ ხდება. ხო, ეს მაყურებელი როცა. სიმართლე რაღაც სამბობდი. ტირები გამომდის მეთქი. ხო, ტირი. სიმართლე რომელ პურს ჭამს, შოთს თუ ბატონს? სამართალმა პური ჭამა. მე ალბათ ყველანაირ პურს ჭამს, შავსაც, რუხსაც, გემრიელისაც. თავარი გემრიელია. ხო, კაი გამომცხვარი იყოს თავარი. მართლად გამომცხვარი. ნავთის რიგში თუ დაგითმია რიგი? აუ ნავთის რიგში რამდენჯერ ვდგარო ჩემი 90-იან წლებში მეტი კი არაფერი არ იყო ნავთის რიგი მეც ვდექი ხო კი დამითმია ვაუ ძალიან კეთილი ყოფილი ნუ ხა ისი ბებორო მოდის და უთმობ რა ძლივს რო უჭირავს ხო ტალონები რო იყო და ნახევარი კარაქის ტალონები ნახევარი პური რო იყიდებოდა გახსოვთ ეს? ნახევარი პური არ მახსოვს, მაგრამ ტალონები მახსოვს, რაღაც კარაქზე და რაღაცებზე, პურზეც იყო. არა ეს ტალონები მგონი ზიადას დროს იყო, გამსახურდია დროს. ტალონები? ხო, პურის ტალონები. ალბათ, ხო. ძალიან პატარა რავი, რამდენი რამე იყო, ჩემ კუპონები, ტალონები, კაროჩე. კუპონები იყო მაგარი რა. ერთი სიგარეტი ოგეყი და ერთი ყოლოფი სიგარეტი, ერთი მეშოკი კუპონი. ეს უნდა მისულიყავი. ხო, კი, მართლა ეგრე. ღარიბი მილიონერები ვართ, მილიონი კუპონი არაფერი არ არის. კი, მეშოკებით. ეს უყარიდით, кайფობდით რაღაცა. სიმართლე თუ მოქმედება, თამაში ვითამაშოთ. აუ, ეგ რაღაც თამაშია, ხო? ეხლა ვითამაშოთ? მოგჯერა ამიხსენ წესები და გეტყვი სიმართლე თუ მოქმედება. ანუ თუ სიმართლეს აირჩევ, რაღაცას მკითხავ და მე შევეცდები სიმართლე გიყოს. მე უნდა გკითხო? ხო. და თუ მოქმედებას მეტყვი, მე რაღაცა მოქმედება უნდა ჩავიდინო. შენ უნდა გკითხო? როგორ რასაც მეტყვი, ხო? აი, იყოს მოქმედება. იყოს მოქმედებაში. რა ვქნა? მოიცა ხა რა უნდა უთხრა, ნუ რა ხა, აი ესე ქენი გადახტი გადმოხტი თუ რა? რაღაც, დავი, დებილო. მოიცადე. ჭამე პური ერო თქო დაიყვირე და ეს ხელიაცი. მიჯდე? როგორც ხოში გა. ჭამე პური ერო. ეგარი. ეს ხა მაგარი მესიჯი მიუვიდა, კაი ტიპს. გია. სულ ზევით მაღლა და მაღლა. აბა ქვევით და ქვევით, მაგერაც. რა ვიცი, ჩვენ ხო ორნაბურს უკამდო. ხო, და მაინც ხო ის იმედი და სურვილი სხვა, მაინც წინ არის და. ხო, ზევით მაღლა კაია, მაგრამ რავი, ცოტა მაინც ქვევით იქაჩება ეს ყველაფერი. გირები ვკიდია მე მგონი ფეხებს. კი, უეჭველი, მე მეკიდა 6 თვე გირები და ვიცი რაც არის. ხო. მართლა მეკიდა. ფეხი მოიტეხა. აუ, ფეხები ორივე ამოწევს. ავტოკატასტროფა. უცუდი ამბავი მოხდა მაშინ და 6 თვე ვიყავი როგორ იცი, აი აბორტის მაგიდაზე ქალები რო წვანა. ზუსტად ეგრე ვიწექი 6 თვე. აუ, კაი. ო. მე ხან აწყდებოდა ეს გირი და ღამე რო აუ, ეგ ძალიან მტკივნეული იქნება. აუ, ავარია და ძვლები რო ესე შო. ვაა ძალიან ცუდი რამე არის. სვარობეზე ვილაპარაკო. კაი, გაზაფხულივით ვის მიეპარე? გაზაფხულივით. რავი, ხანვის მივეპარე და ხანვის მაგიდე დაცვათი. და როგორ ფიქრობ, თანდაბლობა გულუბრყვილობაში ხშირად მალე იზრდება? რა ვიცი რა, მე მგონი ცოტა ინდივიდუალური ამბავია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში კი. ხო და რაღაცა ზედმეტი თამდაბლობაც ცოტა ოდიში და
სირობისკენ გადადის ჩემი აზრით. მე გადის მეგონი იმ გულუბრყულობაში. ხო და აი რამდენადაც აი ეს ამბიციურობა არის ცუდი, იმდენად ეგეც ცუდი მგონია მეორე მხარე. რაღაცა შუალედი უნდა არსებობდეს ალბათ. გავართულია მე მგონი მე მაგალითად ზედმეტად მჭის ეგ, აი რაც შენ თქვია და არ მომწონს. ხო. უდრეკად როდის გახარ? უდრეკად რა ჯერჯერობით უდრეკად. უძლებ. ჯერჯერობით კი. და ფარდა რას ახადე? ფარდა ახადე, მე არაფერს არ მიხდია ჯერ ფარდა. ჯერ ყველაფერი წინა. ჯერ ყველაფერი წინა. არა, რაღაცებს ახადე ფარდა. ჩემ პირად ცხოვრებაში. ხო. და გამიწყდა სხვათა შორის. ხო, ფარდის სახტე. მაგრამ რაღაცები მასწავლა, მაგრამ ფარდის ახლა მტკივნეულმა, მაგრამ ხო, ფარდის სახტე მე მგონი ყოველთვის მტკივნეულია. მტკივნეულია და რაღაცებს გასწავლის რა. მაგრამ რაღაც ტკივილსაც გიტოვებს ალბათ გულში. თუ ის ფარდა ისეთ პონჩი და ისეთ გარემოს ან ისეთ სუბიექტს ახადე და აეხადა, ვინც ჩვენთვის ძვირფასი იყო და არის, ეხავს ხო, ცოტა რაღაცებს გიტოვებს მე ტრავმებს. აი ორი სერიოზული გავიჩითე თუცე რა გე. დუდუ აბაჩქარა? კი. უეჭველი. თავის ტუალეტის კაღალდები თქო. ვა! გახსოვთ ეგ ტუალეტის კაღალდის ამბავი? არა. აი პირველი გადაობა ეგ იყო მაგაზე. მართლა არ ვიცი. ტუალეტის კაღალდით რომ მოფრინავს. სუპერმენის ზმანში და ჩემი სიფათი რო არის. არ ვიცი. სუპირველი გადაობა ეგ იყო. დუდუ მიშველეთ რა ტუალეტის კაღალდი. თან ის ფრიალებს ახლა. ხო, გადაობდნენ მაგაზე. აგადროს დუდუა გავთეთრდი. მაშინ შედარებით ჯელი ვიყავი. მოგბეზრდა ხო? ანუ ცოტა მოგბეზდა, მაგრამ რო აღარ იჩითება, მე ცოტა მომენატრება. კი, თო რაღაცა აი რაღაცები იყო რა. გადაღებები კარგად მახსენდება. და კაი სასტავი იყვნენ. კი. მევასებოდნენ მაგრამ. განსაკუთრებით სტაფი. აუ მაგარი ჯიგრები. მახსოვხართ ძმასვე. მაგარი გამანა. ვახო ძმა. ვახია და რავი მარტო ვახია. დილას დარდი დაუმონე? დილას დარდი დაუმონე, იმიტომ რომ მთელი ღამე არ მზინავს რა. ხო? ო, იმენა ვამპირი გავიჩიცე და ამურავა. დილით ვიძინებ 10-ზე, 11:30-ზე და ясნია რომ დარდებსაც უმონებ რა ბახოდ. ან ბან განდონი თუ ერვინ ზენთანი? მარტო განდონი. ხო, კარგია. ზარი თუ ზეიმი? ზარზეი. მგელს ნამდვილად ქონდა ჩიჩი აპილში თუ ჩაუდეს? ჩაუდეს, ясნია. აბარა. იმენა ჩაუდეს. თან ვინ ჩაუდო, ხო იცი? კომბლე. კომბლე შარს ხო არ ეძებდა? შარს მგელი უფრო ეძებდა ალბათ. არ ვიცი. რავი, კომბლე ეძებდა, არა, კომბლე სხვა არს ეძებდა. ღამეს შარიშური უხდება? მაგრად. ხო, ეგ ისედაც ჩემოთაც უნდა იცოდე. ეგ ძალიან შარიშური არის გიძები. შარიშური სიმღერა რო გამოთქმა. შარიშური. ხო, სიმღერაც არის რაღაც. მოდი აქ და ჯექალა. ანა მეტი პორნო გრალია. ჩემი ტიპები როდის მღეროდნენ. პორნო ის იყო რა, სიმღერა. ბავშვობიდან მიყვარს ეგ გამოყი. დიდი ბიძები რო შეიკრიბებოდნენ რა და მე რო ყანა ის მოხდა შარიშური და შარიშური ვიცოდით რაც იყო რა შარიშური აკეტური. ბედის ბორბალი გაჩერდა? ჯერჯერობით ხო რა, რაღაცა ტორმუზებშია და იმედია ისევ დატრიალდა. ყანყალებს. როგორ ფიქრობ, ჩუპა-ჩუპსი სახლში უნდა ჭამო? არა.
გარეთ. გარეთ. ქუჩაში. კარგი შვილი დედის გულის ვარდია. კარგი შვილი დედის გულის დარდია. დარდია. კარგია. ხო, მართლა ეგრეა. ვარდიც არის და დარდიც, რა ვიცი. რა მაგარი შეკითხვებია გამის. მადა ჭამაში მოდის? გააჩნია რა ისჩავ. შეიძლება მადა დაკარგოს. ხო, მაგრამ წრეზე როდის ტრიალებ? სულ წრეზე ვტრიალებ, მარტო მეგა ყველა ჩვენ. და თავბრუ როგორ არ დაგვეხვა? აბა ბიჭო. მაგრამ აი გვეხვის თავბრუ და ვერ ვამჩნევთ. просто რაღაც სხვა რამე გგონია. ნირვანა რაღაცა. ხო, მე მგონი ქრონიკულში გვაქვს. რძე პირზე შეგვაშრა? რძე აღარ მიხსენია. შეგვაშრა, შეგვახმა. იმენა შეგვახმა. ხო, ბიჭო, რა გვიქნას? ხო, ბაჩენ. კლინტში გვიცხოვრია, რა ვცოდნი. მაგრამ სასარგებლოა, რა ვიცი, კლინტი, ნაკელი რამე. ზრდაში უწყობს ხელს. კიდე კაი არ ვსვამ ამ რძეს დიდად ჩემ. ჩემი შვილი სვავს და რა მნიშვნელობა. ნუ შეგვახმა ხო სწორედ. კი, შეგვახმა. ამნეზია გამოსავალია? კი. იმენა გამოსავალია. რაც კულისში ხდება, კულისში რჩება? როგორ შეგიტყვა რაღაცა. რაც კულისში ხდება, ხან ცება, ხან არ ცება, ხან სცენაზეც გადის ხოლმე ზოგჯერ. ჩვენ შემთხვევაში ყოფილა ეგეთი. მაგრამ რაც კულისში ხდება, ის სცენაზე ნაღდად ვერასოდეს ვერ მოხდება, მე მგონი რა. აი ყველაზე მაგარი სპექტაკლი თუ გინდა ნახო, კულისებში უნდა გადგეს. აუ, თელი кайფია. აი სულ მიფიქრია, რომ აი მაგაზე ფილმი უნდა გააკეთო, რომ კულისების ამბავში გადაიღო სპექტაკლი. შეიძლება არ ის კიდეც ეგეთი, რაღაც მე მგონი არის. პიესა არის რაღაც, მახსოვს კულისებში რო ხდება. რაღაც იქნება შანსი, აი ძალიან მაგარი რამეები ხდება პროსტა. აი სპექტაკლი არის ეგ რა. და იმპროვიზაცია რაც იქ ხდება და მაგარი რამეები. კი, ცალკე ამბავი. ცალკე სპექტაკლი იქა. კი, და ბევრად უკეთესი მე მგონი. გამომწერება მოგწერეს კითხვები. ხო. და ძალიან აინტერესებთ ამაზე პასუხები და ჩვენ დავსვათ. ესეთი კითხვებია თუ ჩვეულებრივი. ცდილობენ ხოლმე მსგავსი სტილის კითხვები გამოგვიზამოთ, რასაც ჩვენ ვსვათ ხოლმე და მადლობა და კიდევ ერთხელ გამოგვიწერეთ და კიდევ მეტი კითხვები მოიწერეთ. დედას პიცა დავსვა. ესეთია, სარკეში ჩახედვის თუ შეგწყვენია? რამდენჯერაც გინდა. ახმელიაზე განსაკუთრებით. წინაღამეს რო იხსენებ, სარკეში რო ჩაიხედე, რომ გახსენდება რეები აკეთე თუ რაღაცა და ვიტო. ნუ არა მარტო ახმელიაზე, ისედაც ყოფილა ეგეთი რამეები. სარკეს საშიში ამბავი. სარკეს რო თვალს არიდებ. ეს რა ქენი ბიჭო. ის იქიდან მათემატიკის მასწავლებელი ცხოვრებას თუ გიმწარებდაო? მე უმწარებდი მე მგონი. მაგრამ ყველაზე მაგრად არ მევასებოდა მათემატიკა და რატო არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან მაგარია ამ დროს. არა მაგარია. აი მუსიკასთან აქ პირდაპირი კავშირი თან და დღეს ვგრძნობ ამას, რომ რაღაცა დაყვრა და ის მოგვიწევს და აი მან ვხვდები რომ მათემატიკა უნდა გესწავლა. მათემატიკის მასწავლებელი ყავდა ძალიან მაგარი ხალი იყო. ბაზაჟორის მაგრამ არ ვიცი რამდენად მოსაყოლია. ცოტა ისეთი იყო რა, შენ რო გელაპარაკებოდა სხვას უყურებდა. ხო, ხდები და ცოტა გვაბნევდა ხოლმე რა.
გვარსანამ არ დაასახელებდა ვერ ხვდებოდით ვის გვიტრაკებდა და ყველა რო დაძაბული ზის მთელი კლასი და მე გვარს რო იტყვის და ეგეთი თემა იყო. მაგრამ მაგარი ხალი იყო ძალიან, ძალიან მიყვარდა და დღემდე კარგად მახსენდება. ხო, მეც არ მიყვარდა მათემატიკა სამწუხაროდ. მე ვერ უმწარებდი სიცოცხლეს, ის უფრო უმწარებდა ალბათ. არა, არც ის არ მიმწარებდა. არა, მეც ეგრე რა. ჯიგარი იყო ჩემთვის ვიყავ. იმან იცოდა რომ მე არ მიყვარდა მათემატიკა. მე ვიცოდი რომ არ მიყვარდა მათემატიკა. იმან იცოდა რომ მე მიყვარდა გიტარა და ასეთი პონტი. ოცნებად რჩება. გავიცი ჩემი. Вообще ცოტა ვერ გავიგე ოცნება და ნატრა სხვადასხვა თუ ერთი და იგივე ეგეც ვერ გავიგე. ხო და რა ვიცი ოცნება გააჩნია რაზე ოცნებობ ეხლა რა თორე არის რაღაცა ოცნება რეალურია ახლა არის რაღაცა ეხლა მე ვინატრო ეხლა ხვალეს თوارეზე გავიჩითო ვერ გავიჩითე რა ვიცი გააჩნია ოცნებას ხო რა ოცნებას გააჩნია და ასევე აინტერესებს თითიდან გამოწოვილი სისხლი თუ დაგილევია არა თითიდან გამოწოვილი ამბები გამიგონია სისხლის რა მოგახსენო არ დამილევია მაგრამ გამომიწოვია და ფუ გამახსენ რაღაცა გაიაკი ორი ქვა ხრეშია ორი ქვა ხრეშია არა ორი ქვა კენჭია არა ქვა ორი ქვა ქვებია ორი ქვა ქვებია ორი ქვა ქვებია კარგია მადლობა სულ მოჩი რა მაგარი გასწორა გამეხარდა როდის იქნება ეგ ამბავი